მოგესალმებით. მეგი მოგესალმებით. ბათუმიდან. აი აჭარაში აინტერესებთ როგორც დანარჩენ სხვა საქართველოში უფრო აინტერესებთ სამუშაო ავტომობილი. კი ბატონო. რომელიც არის ტაქსისთვის, ხო? და დღეში რამდენი კაცი კითხულობს, ხო, ბლომად. ძალიან ბევრი მსურველია ამ ავტომობილების. ჩვენ გუშინ წუხელ შემოვიყვანეთ ახალი მოდელის ავტომობილები. ხონჩი ყველა მიცის. ტაქსისთვის უკეთესი მანქანა ჯერ ქარხანას არ გამოუშვია. ეს არის იმ ხონჩის ახალი მოდელი, რომელსაც ყველაფერი აქვს რამე თუ არსებობს. თავისი რუსული ენოვანი მენიუ, შავი სალონი, 100% ელექტრო და გაუმჯობესებული ყველაფერი და რაც მთავარია ეს მეგი ტაქსია. კი ბატონო. და უნდა იყოს უკან დიდი სალონი. ბაგაჟნიკი დიდი, ეს იცის თელმა საქართველოს, რომ ძალიან ბევრი ავტომობილი გაიყიდა და ამის სიმაღლეც ცოტა უფრო მეტია იმ პირველთან განსხვავებით. ამიტომ ეს ავტომობილები უკვე დიდი რაოდენობით ყავს 100% ელექტრო. აი ეს 100% ელექტროა, ხო? დიახ, 510 კილომეტრს გადის ერთი დამუხტვით. ეს არის BYD, რომელიც გადის 510 კილომეტრს. 510 კილომეტრს და ესეც ყავს დიდი რაოდენობით. ამ ავტომობილებს ყველას აქვს გარანტია. პრობლემა რა არის საქართველოში? არის სერვიზი. ჩინეთმა გამოუშვა ისეთი ავტომობილები, არც კი დაესიზმრება იაპონელებს და არც კი დაესიზმრება ევროპელებს. ისეთი ავტომობილები გამოუშვათ. ჩვენ ჯერ ეს საქართველოში კიდე არ გვინახია, მაგრამ ჩვენ ახლა ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში ისეთი ავტომობილები შემოვა საქართველოში, რომ უკვე ჩაანაცვლა, ხო ხედავ, ევროპული და იაპონური ავტომობილები უკვე ჩაანაცვლა, ხო? აი როგორ ჩაანაცვლა. სურვილის თანდათან იზრდება და ამ აქედან გამომდინარე ვხვდებით. და ახლა ჩვენ განახებთ ახალ მოდელს. კი ბატონო. საუკეთესოს ქალებისთვის და მოდი ვაჩვენოთ ახალი ავტომობილი. მოგზანდით. აი ახალი ვარიანტი გვაქვს. ეს ახლა დღეს საქართველოში ქალბატონისთვის. უკეთესი ავტომობილი არ არსებობს. ამან ჩაანაცვლა კიდევ ძალიან ბევრი ავტომობილი, ხო? კი ბატონო, გეთანხმებით, ძალიან ლამაზი ექსტერიერით და ინტერიერით. სალონის ფერი იმდენად მომხიბვლელია, რა არ მგონია ვინმეს გული რომ არ მოიგოს. აი შეხედეთ, პროსტა, აი შეხედეთ, აჩვენეთ. აი უყურეთ. თუ რამე არსებობს, ყველაფერი აქვს, ხო? დიახ. მე გიაბა ჩაჯიქი როგორ მოგიხდება? ოდა. ახ. ხო მაგარია. ძალიან ლამაზია. აი ქალბატონისთვის ეს არის Z გამოჭრილი, აი. ქალბატონისთვის დღეს უკეთესი რო არ არსებობს. აი ნახეთ სიდენია. თუ რამე არსებობს, მანქანას უნდა კონდეს 360 გრადუსი კამერა, რუსული მენიუ, რა ვიცი, რა აქვს ამ ავტომობილს და უყურეთ. მეგი შეიძლება ადამიანს აქვს ფული, მაგრამ არ აქვს გემოვნება, ხო? რამდენიც გინდათ? ხო. აი, უგემოვნო ადამიანიც ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში და ისეთ ავტომობილს იყიდის, რომ იტყვი კაცო, ამან ფული როგორი შევაო, ხო? გემოვნება არ აქვს ზოგიერთს. ნუ ყურე, ჩინური, აი, ჩინური. ნამდვილად გემოვნებია. ევროპისთვის გამოშვებული, ევროპაში ყიდის ეს კაცი, ხო? უყურეთ. ამის ფასი რა არის? $27,900 სულ რაღაც. აი უყურე, $27,900 და კიდე დაგვევაჭრებიან და კიდე დავაკრეთ, ხო? უყურეთ, $27,900. ეს ავტომობილი არის ელექტროც. კი ბატონო. და ჰიბრიდია. აი წარმოიდგინე რა არის ჰიბრიდი რო აუხსნათ ახლა ჩვენ მაყურებელს. ავტომობილი ჯამში გადის 1100 კილომეტრს. 1100 კილომეტრს. ნაწილს დამუხტვით 180 კილომეტრს, დანარჩენი შევსებული ბაკით ავზით დანარჩენს. ჯამში 1100 კილომეტრს. დაახლოებით მოიხმარ 3 ლიტრა ბენზინს საწოლს. ძალიან ეკონომიური. აი მოგზანდით. აი ნახეთ მისი ვიზუალი უკანა მხარეს. აი შეხედეთ რა ვიზუალი აქვს.
შეხედეთ. კი ბეტონო, მოყვება თავისი დამტენი. აქედან აჩვენეთ. მერაბი, ეს ავტომობილი მე არ ვიცი, აი სიდენიებს შეხედეთ. აი რა ავტომობილში ადარება ხლა ამას. აი ქალისთვის, ხო? $27,900 მსგავს ავტომობილს დღეს ქვეყანაში ვერ ნახავ. ამან ჩაანაცვლა სახელი არ მინდა ხლა. ვთქვათ, ორი ჩასაფრებულები არიან, არ თორემ ვთქვათ. ერთ სახელს ვიტყვით, რომ პოპულარულია საქართველოში და უკვე 100% ჩაანაცვლა. აი წუხელ ჩამოვცალეთ და უკვე დღეს უკრაინელებზე გაყიდე, ხო კი ხედავ? ბეტონო. მეგი, აი ეს არის წინა მოდელი ხონჩი, ხო? დიახ, 2025 წლის მოდელია, ესეც ძალიან კარგი ვარიანტია იმათთვის, ვინც აპირებს და ამის ახალი მოდელია ის. კი ბეტონო, 610 კილომეტრს გადის ეს ერთი სრული და არის ტაქსისტვის Z გამოჩნილი და ყავს ნებისმიერი რაოდენობა და მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც მუშაობენ და ფული შოვნა რა უნდათ, რა ვიცი ახლა ამბობენ, რომ აი ბათუმში მაგალითად ხო ბევრი გავყიდეთ და 300-400 ლარ შეულობენ დღეში. თუ შენ იმუშავებ ნორმალურად 300-400 ლარ შეულობენ, იმიტომ რომ 100% არის ელექტრო. დანარჩენი ახლა რა ვიცი ეს ავტომობილები თითქმის იციან და გაყიდვადია და ძალიან მაგარი ავტომობილებია. ზიკერი 100% ელექტროა. კი ბეტონო, და სრული მანქანა. მოდი ერთი ზევიდან გადავხედოთ ახლა. თრიანობაში ება როგორი ვიზუალი აქვს ჩვენს შოურუმს. აი ზევიდან უნდა გადავხედოთ ახლა. მოდი მეგი. მადლობა. აბა ვინ გაასწრებს? თქვენ ვერ მოგიგებთ. ვინ გაასწრებს აბა? აი აქედან გადავხედოთ. აი რა კარგად ჩანს ეს ავტომობილები. აგრეთვე ჩვენ გვაქვს სერვიზი ჩანაცვლების. შენ შეგიძლია მეგი მოიყვანო შენი წინა წლის მოდელი და ჩვენ შევაფასებთ და გაგატანთ ახალ ავტომობილს და ან დაგვიმატებს თანხას, ან დაუმატებ თანხას და ამაზეც აგერ ხალხი მოსული არის და ყიდულობენ ავტომობილს. მე მინდა მთელ აჭარის მოსახლეობას უთხრა, რომ დიდი ჯერ ერთი ამ მხარდაჭერისთვის ცენტრის გახსნის დღის მოსვლისთვის, ვინც ავტომობილები მოიგეს, იმათ ავტომობილები მიულოცოთ და მინდა უთხრა მთელ აჭარის მოსახლეობას, რომ დღეს მათე მოტორში არის ყველაზე კარგი ფასი და ამ ცენტრებს ყავს პატრონი და თუ ავტომობილს რამე პრობლემა ექნება, მაქსიმუმ ჩვენ ვეცდებით, რომ შევაკეთოთ ავტომობილი. მოგზანდით, მეგი. აქ არის სამარ მეფის გამზირზე ნომერ 45-ში. ჩაქვი. კი ბატონო. ჩაქვი უკვე მთელმა მსოფლიო მისის. კი. და მეგი უკვე ჯერ არ შემოგიყვანია ავტომობილი და ორივე ავტომობილი გაყიდე შენ, ხო? ერთი აი ეს დიპალი და მეორე ახალი მოდელი ხონჩი. გისურვებთ წარმატებას. გელოდებით ნახვამდის.